გამარჯობა, მოგესალმებით ყველას, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline-ი, დიდი მადლობა პირველ რიგში რომ მიყურებთ. ძალიან მიხარია ყველას მოგესალმებით და მოგიკითხავთ. რუსეთ-უკრაინის ომის რიგით მეხუთე ზაფხულის დასაწყისში ვართ და ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები, რომლებსაც უნდა მოგიყვეთ, რომელიც უნდა გაჩვენოთ, ვიდეო მასალა, ფოტო მასალები, რუკები აუცილებლად უნდა გავიაროთ, ამიტომ ბევრი რამ გვაქვს გზადაგზა სანახავი და შესაბამისად შესავალში მეტ დროს აღარ წავიღებ, მოკლედ რომ ვთქვათ. პუტინი ამ ომის გაჩერებას ისევ არ აპირებს, ისევ არ არის განწყობილი მოლაპარაკებებისთვის, ამავდროულად ფრონტზე ისევ გაჭედილი არის და ვერ დაიკვეხნის რაღაც მნიშვნელოვანი მიღწევებით, უკრაინა კი განაგრძობს სიღრმეში რუსეთის ენერგოობიექტებზე თუ სამხედრო ობიექტებზე დარტყმებს, ამ შესაძლებლობებს სულ უფრო ავითარებს, ასევე განაგრძობს საშუალო დისტანციაზე დარტყმებს იმ მიზნით, რომ რუსეთის სამხედრო ლოჯისტიკა მოარღვიოს და ამ მხრივ პირველი პრეცედენტები უკვე გამოჩნდა შედეგების, რომელიც აისახა უშუალოდ ფრონტის ხაზზე, რომელიც აისახა სამხედრო მოცემულობაზე, ასე ვთქვათ, ამ ვიდეოში განსაკუთრებით ყურადღებას გავამახვილებ იმ პრეცედენტზე, რომლის შესახებაც სულ 1 საათის წინ დაიწერა პრინციპში, ვიდრე ამ ვიდეოს ჩაწერას დავიწყებდი. საუბარია სამხრეთის მიმართულებაზე, უფრო კონკრეტულად ხერსონის ოკუპირებული ნაწილის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ზონაზე. მანამდე კი ვიდრე ვისაუბრებთ უშუალოდ რუსი ჯარისკაცების მიერ პოზიციების დათმობაზე, ვნახოთ როგორ ტოვებენ პოზიციებს რუსი ტურისტები. დამსვენებლები სოჭის პლაჟებიდან როგორ გარბიან, ეს კადრები ძალიან ბევრი რამის მთქმელია და ძალიან სიმბოლური არის ჩემთვის და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე რომ პირველ რიგში ეს მასალა მეჩვენებინა. ეს არის ხალხი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად თუ თავისი პასიურობით მხარს უჭერს პუტინის ამ სამხედრო კამპანიას. ეს არის ხალხი, რომელიც ფიქრობდა რომ სამ დღეში მათი ბელადი აიღებდა კიევს, მაგრამ მეხუთე ზაფხულს ესეთი ბრჭყალებში დისკომფორტი შეექმნათ. ეჭვმეპარება რომ რაღაცა ხალისი კონდეთ კიდევ სოჭის პლაჟებზე სანაპირო ზოლში დარჩენის და იქ რაღაცა საზაფხულო არდადეგების გატარების. მოკლედ სოჭის ამიზნე გახდა, იქ იყო აფეთქებები, იქ იყო მიფრენები, მუშაობდა საჰაერო თავდაცვის სისტემა, ესაც ერთ-ერთი მასალა არის, რომელიც გადაღებული არის სწორედ ამ პროცესში. საინტერესო ადგილობრივი კომენტატორიც ყავს ამ ამბავს, მოდი ვნახოთ ეს მასალა. პლაჟზე ხდება ამბავი, როგორც ხედავთ. და ისიც სირენა ჩაერთო. ეს არის საჰაერო თავდაცვის სისტემიდან რაკეტის გაშვება იმისთვის, რომ მოიგერიონ უკრაინული დრონი ან რაკეტა, რომელიც ამ ზონაში მიფრინდა. Короче, блядь, обратно позагорать не надо. ხო, მოკლედ ასე, ეს ის შემთხვევა, როცა საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობა მოყვა ამ კონკრეტულ მომენტში, თუმცა ყოველთვის ესე შთამბეჭდავად არ გამოიყურება რუსეთის საჰაერო თავდაცვა, ესაც სოჭში გადაღებული კადრები არის და ძალიან საინტერესოა ეს რუსულ ბუხანკაზე ამხედრებული სამხედროების ხილვა ტყვიან ფრქვევით, რომლებიც ცდილობენ რომ გაანადგურონ საჰაერო სამიზნეები. Так вдоль берега. Это Адлер. Адлери. И так вдоль берега. Вообще капец. ხო, ასეთ პირობებში ისვენებენ მოკლედ რუსები ამ დროისთვის. ეს არის სოჭი, როგორც თქვი, იყო მიფრენები და დაფიქსირდა დარტყმებიც, როგორც ჩანს ამ შემთხვევაში ენერგო ობიექტზე არის საუბარი.
დიდი ალბათობით ეს იყო ნავთობ რეზერვუარი, ან ნავთობ ბაზა. სურათი ამაზე მიანიშნებს, დიდი ხანძარი და დაკვამლიანება არის აშკარად. Горит, блин. Я не пойму, блин. Заправка, что ли? Видишь, какой? Видишь, какой? Да, заправка нефти, блин, офигеть. Ё-моё, видишь, полностью затуманил, блин. Я не знаю. Что это может быть? Да, заправка. Ё-моё. ესეთი დიდი შავი ღრუბელი წარმოიქმნა. სრულიად შემთხვევით სოჭის ცაზე. შემდეგი რა გვაქვს? შემდეგი უკვე აეროპორტში გადაღებულია კადრები, ასევე სოჭში, სადაც რუსები, რომლებსაც პლაჟების დატოვება მოუხდათ, ცდილობენ რომ სასურველ რეისზე იმგზავრონ, მაგრამ რიგ შემთხვევებში ეს უბრალოდ შეუძლებელია ბოლო დღების განმავლობაში, იმიტომ რომ საჰაერო საფრთხეების გამო რეისები შეფერხებულია, შესაბამისად გაზრდილია რუსეთის მოქალაქეების უკმაყოფილების კოეფიციენტი, რომლებიც ბრას ანთხოვენ ამ შემთხვევაში ავიაკომპანიებზე და მოითხოვენ ღიად მათგან, რომ შეასრულონ თავისი ვალდებულება და შეასრულონ ფრენები, მაგრამ ამ კომპანიებს ამის უფლება უბრალოდ არ აქვთ, იმიტომ რომ რუსეთის ცა უსაფრთხო არ არის. ესეთი სიტუაცია გვაქვს Сочи аэропортში. На данный момент в аэропорту Сочи. ამოცანა მარტივია და პრინციპში საჯაროდ გაცხადებული უკრაინის მხრიდან, უმაღლეს დონეზე, მათ შორის ზელენსკის მხრიდანაც, რომ მათი მიზანია რუსეთის მოქალაქეებს შეუქმნან მაქსიმალური განცდა იმისა, რომ ეს ომი სადღაც შორს არ ხდება, ეს ომი მათ ეხებათ და მათზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ამ შემთხვევაში გადავდივარ უკვე საშუალო დისტანციაზე დარტყმების ეფექტზე, ლოჯისტიკის ლოკდაუნზე, სამხრეთის მიმართულებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყირიმის ჩათვლით კრიზისი მწვავდება და ამ კამპანიას, რომელიც უკრაინამ წამოიწყო, ლოჯისტიკაზე დარტყმებს მოაქვს ორი მიმართულებით შედეგი და ეს უკვე ძალიან თვალსაჩინო ხდება ყოველდღიურად. ერთი ეს არის სამოქალაქო ნაწილი, ამ ქალაქების თუ რეგიონების მომარაგება მნიშვნელოვნად არის გართულებული, გადაადგილება მნიშვნელოვნად არის გართულებული, ხალხი საწოლს ვერ ასხავს, ამას წინა ვიდეოებშიც საუბრობდით, დღესაც გაჩვენებთ ამ კადრებს, სადაც უზარმაზარი რიგები არის ბენზინგასამართ სადგურებთან. ზოგ შემთხვევაში ტალონებით გაიცემა, ზოგ შემთხვევაში საერთოდ ვერ გაიცემა დღეების განმავლობაში და ასე შემდეგ. მოკლედ ეს არის სამოქალაქო ნაწილი, თუმცა ამ ყველაფერს ცხადია აქვს სამხედრო ამოცანები, ის რომ შესუსტდეს მომარაგების ჯაჭვები, გართულდეს მომარაგება უშუალოდ დანაყოფების, რომლებიც ფრონტის ხაზზე არიან განლაგებული, შესაბამისად შესუსტდეს მათი შეტევითი პოტენციალი და ასევე გაუჭირდეთ დაკავებული პოზიციების გამაგრება. ეს არის მთელი ამოცანა. ამ რუკაზე ნაჩვენებია, ასე ვთქვათ, მთავარი არტერიები, რომლითაც რუსეთი ამარაგებს უკრაინის ოკუპირებულ სამხრეთ ტერიტორიებს, რეგიონებს, მათ შორის ყირიმს და მეც ვსაუბრობდი ამაზე წინა ვიდეოებში, შესაძლოა დამოუკიდებლადაც ბევრმა თქვენგანმა ნახა ვიდეო კადრები, სადაც ჩანს განსაკუთრებით მაისის შუა რიცხვების შემდეგ ამ ავტოტრანსპორტის მუდმივი განადგურება, ცისტერნების, საწვამზიდების თუ სამხედრო ტვირთების, ურალების, კამაზების, მოკლედ ეს ყველაფერი აი ამ გზაზე ხდება, ძირითადად, რომელიც ყვითლად არის მონიშნული, თუმცა ახლა მინდა რომ თქვენი ყურადღება გამომახვილო იმ წითელ ნიშნულზე და ისარზე. აქ არის ჩონჩარის ხიდი, რომელიც მნიშვნელოვანი გზა არის ყირიმთან დანარჩენი სამხრეთის რეგიონების დასაკავშირებლად უკრაინის და ამ მარშრუტის მთავარი შემადგენელი ნაწილი არის ერთ-ერთი, არა ერთადერთი, აქ ქერჩის ხიდიც არსებობს, თუმცა ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხიდი მოკლედ და ინფრასტრუქტურა, რომელიც მიზანმიმართულად
აღმოჩნდა დარტყმის ქვეშ უკრაინელების მხრიდან, მათ შორის გავრცელებული არის უშუალოდ ამ ოპერაციის მიმდინარეობის დროს გადაღებული კადრები შტაბში, საიდანაც ხელმძღვანელობდნენ ოპერაციას, ნაჩვენები არის აქვე დრონების გაშვება, სხვათა შორის ეს არის ახალი დრონები, რომელსაც უწოდეს ბეგემოტი, ასეთი დასახელება აქვს, ბეგემოტი უпростоრად. ხო, საშუალო დისტანციაზე მოქმედი დრონია და უფრო გაზრდილი არის მის შემთხვევაში საბრძოლო მუხტის მასა. ეს არის განსხვავება სხვა საშუალო დრონებისგან, დისტანციაზე მოქმედი დრონებისგან განსხვავებით. აი აქ ჩანს, როგორც ნახეთ, მათი გაშვება, შემდეგ უკვე არის ეფექტი, მათ შორის უშუალოდ დრონების კადრები, მათი ობიექტებიდან გადაღებული კადრები ხიდებზე დარტყმის დროს. აქ უკვე შედეგზეა საუბარი. Там пешки, плиты лежат. Ребра жесткости не повреждены, но в самих плитах огромные дыры диаметром больше метра. Я как в прошлом инженер. Вот. რიგ შემთხვევაში 1 მეტრზე განიერი დიამეტრის მქონე ორმოები, რომელიც დაფიქსირდა აი ამ დარტყმების შედეგად, ცხადია ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს იმას, რომ შესუსტდეს ხიდზე მოძრაობა, შესაძლოა ახლა ამ დარტყმებით სრულად არ შეიზღუდოს, ასე ვთქვათ, მთლიანად არ დაიბლოკოს ეს ხიდი, თუმცა არის ასეთი მოსაზრება და ვარაუდი, საკმაოდ არგუმენტირებული, რომ ეს არ იქნება ერთადერთი ტალღა ამ კონკრეტულ ხიდზე, ეს არის პირველი, ასე ვთქვათ, ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, თუმცა დიდი ალბათობით ეს კამპანია გაგრძელდება. ეს არის ერთ-ერთი ფოტო, ასევე რომელიც ამ კონკრეტულ შეტევის შედეგებს ასახავს. საკმაოდ დიდი ზიანი არის, როგორც ხედავთ. ცხადია, ალბათ ექვემდებარება აღდგენას, ასეთი შემთხვევები გვინახავს, მაგრამ მთავარი კითხვის ნიშანი არის ის, კიდევ ერთხელ გამომეორებ, რამდენად მისცემენ უკრაინელები იმის შესაძლებლობას, რომ აღადგინონ და გამართონ ეს ინფრასტრუქტურა ისევ. დიდი ალბათობით მოკლედ აქ კიდევ იქნება სავარაუდოდ დარტყმები. რუკაზე რომ აღვიქვათ უფრო კონკრეტულად კიდევ ერთხელ თუ სად ვართ, უკრაინა, სამხრეთი ყირიმის მიმართულება. აი აქ არის ჩონჩარის ხიდი, ახლა ვიპოვე, აი აქ. აი ამ გზების დაზიანებაზე და განადგურების გეგმაზე არის მოკლედ საუბარი, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყირიმის მომარაგებისთვის. ეს არ არის ცხადია ერთადერთი გზა, არის კიდევ სხვა მაგისტრალები, თუმცა ეს ყველაფერი აქ განსხვავება ის არის, რომ უფრო ახლოს არის ფრონტის ხაზთან. შესაბამისად, უფრო ხელსაყრელი სამიზნე არის უკრაინული დრონებისთვის და ესაც ერთ-ერთი ფაქტორია, რატომაც არის ჩონჩარის ხიდი ასეთი მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ქერჩს, როგორც წინა ჯერზეც გიყვებოდით, ქერჩის ხიდის დატვირთვას, ინტენსიურ დატვირთვას, ასე ვთქვათ, გადაზიდვებისთვის ერიდებიან ჯერჯერობით კვლავ რუსები, ალბათ იმ მიზეზით, რომ მათ არ სურთ მნიშვნელოვანი დარტყმები მიიღოს ამ მთავარმა დამაკავშირებელმა არტერიამ. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ცხადია, რომ ქერჩის ხიდიც არის ძალიან თავისუფლად უკრაინელების საშუალო დისტანციაზე მოქმედების დრონების დარტყმების არეალში და არც ეს არ იქნება პრობლემა. ამ რუკაზე საინტერესოა აი ეს მონიშნა, რომელიც ასევე იმსახურებს ყურადღებას. აქ არის ნაჩვენები, ერთ-ერთი Telegram არხი არის დალინკული, სადაც საუბარია იმაზე, რომ უკრაინის შეერაღებულმა ძალებმა აქ ერთ-ერთ საპატრულო კატარღას დაარტყა რუსეთის და გაანადგურა. და ეს ხდება სწორედ როგორც თქვით, ქერჩის ხიდის სიახლოვეს, ხო? ესაც არის მნიშვნელოვანი სიგნალი უკრაინელების მხრიდან, რომ აქ ისინი ბატონობენ, ისინი აკონტროლებენ სიტუაციას სხვაზეც, ჰაერშიც, გზებზეც. და გარდა ამისა არის მცდელობა, დიდი ალბათობით იმის, რომ ჩაშალონ კიდევ ერთი ალტერნატიული ხაზი ყირიმის მომარაგების, ამაში გულისხმობ საბორნე გადაზიდვებს. საუბარია იმაზე, რომ ხიდების გზების ბლოკირების, ასე ვთქვათ, და აქ პრობლემების შექმნის კვალდაკვალ რუსები ცდილობენ, რომ ბორნები გამოიყენონ, შეიყვანონ პირდაპირ საწვამზიდვები, სატვირთოები ამ დიდ ბორნებზე და გადაზიდონ ასე ზღვით ყირიმში, მაგრამ ხო, დიდი ალბათობით ეს კატარღებიც ემსახურება აი ამ მარშრუტების უზრუნველყოფას, მათ უსაფრთხოების დაცვას, თუმცა როგორც აღმოჩნდა, თავად არიან სერიოზული საფრთხის ქვეშ და ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში დარტყმის ქვეშაც მოექცნენ. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი მონიშნა აქ, როგორც ხედავთ,
აზოვის ზღვის გარშემო კიდევ ორ ასეთ ფაქტს ვხედავთ კონკრეტულად მაიაკოვსკ ანალიტიქსის მიერ აღწერილი ფაქტების შესახებ საუბრობთ, სადაც არის განსაზღვრული გეოლოკაცია, სადაც არის შესაბამისი ფოტო და ვიდეო მასალები ყოველთვის ატვირთული, ისევე როგორც ახლა ამ შემთხვევაში. კი ბატონო, გავაგრძელოთ ანტონ გერაშენკოც მნიშვნელოვან ამბებს გვიყვება ამ შემთხვევაში ამ პოსტში, ეს არის უკრაინელი პოლიტიკოსი და აქტივისტი, რომელიც საუბრობს კონკრეტულად სარკინიგზე ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ დარტყმებზე, ყირიმის მომარაგების მთავარ ლოჯისტიკურ ხაზებზე არის ამ შემთხვევაშიც მის აი ამ რუკაზე საუბარი და აქ გერაშენკო ამბობს, რომ დღეს მატარებლების შეჩერება მოხდა საფრთხის გათვალისწინებით ქერჩის სიმფეროპოლის რკინიგზის ხაზზე და შემდეგ უკვე წერს, რომ ავტობუსებში მოხდა მგზავრების გადანაწილება. თუმცა თავის მხრივ ავტობუსების რეისებიც არის შეფერხებული, მაგალითად მანამდე გერაშენკოს ინფორმაციით 400 ავტობუსის რეისი ჩაიხსნა იმის გამო, რომ გზებზე იყო საწვავის კრიზისი. და მთლიანობაში ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ ყირიმში სერიოზული პრობლემები არის, როგორც ფიზიკური გადაადგილების, ასევე მომარაგების თვალსაზრისით. ხო, და ახლა მივადე კი ამბავს, რომელიც თავშივე დავაანონსე. შედეგი, ეფექტი იმისა, რაზეც საუბრობთ. ეს არ არის მხოლოდ ფაქტები, რომელიც შემოიფარგლება რაღაც კონკრეტული ინფრასტრუქტურის განადგურებით, მაგალითად რომელიღაცა საწვამზიდის აფეთქებით და ბენზინის დაღვრით თუ შემცირებით, ხო? ეს საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს ეფექტს ფრონტის ხაზზე, ეს მიზნად ისახავს რუსეთის არმიის სვლის შენელებას, შეფერხებას და საუკეთესო შემთხვევაში მათ უკან დახევას. ძალიან საინტერესო ამბავი, ატეში არის ასეთი წყარო, რომელიც ავრცელებს ამ ინფორმაციას და აქ საუბარი არის იმაზე, რომ სწორედ მომარაგების პრობლემების და მნიშვნელოვანი დანაკარგების ფონზე რუს ოკუპანტებს უწევთ, რომ დატოვონ კინბურნში საკუთარი პოზიციები. უფრო კონკრეტულად 327 ბრიგადის დანაყოფებს, როგორც აქ ვკითხულობთ, უწევთ პოზიციების დათმობა, იმიტომ რომ მათი მომარაგება საბრძოლო მასალებით, საწვავით და საკვებით არის შეჩერებული, უბრალოდ შეჩერებული. აი ამ პროცესის ფარგლებში აქვე დამატებითი ინფორმაცია არის, რომ მათ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს პერსონალის ან ცოცხალი ძალის და ოკუპანტები ახლა არიან ამ სანაპირო ზოლის დატოვების პროცესში, მათ შორის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილებში. აი ამ შვერილის, ასე ვთქვათ, ეს არის რაღაც ნახევარკუნძულის მსგავსი ტერიტორია, რომელიც მდებარეობს მიკოლაევის სამხრეთით. გადავიდეთ აქ სხვა რუკაზეც, გაჩვენებთ აქ Google-ის რუკაზე კონკრეტულად სად მდებარეობს. აი აქ არის მიკოლაევი და მის სამხრეთით აი ამ ტერიტორიაზე არის საუბარი. ეს არის კინბურნის ტერიტორია. კინბურნი აგერ არის მონიშნული, როგორც ხედავთ და ნათქვამი იყო, რომ დასავლეთ სანაპირო ზოლზე და ასევე ჩრდილოეთ ნაწილში, აი ამ ტერიტორიებზე უწევთ რუს სამხედროებს უკან დახევა და პოზიციების დათმობა. შვენიერი სიახლე არის, პრეცედენტული ამბავი არის, რომლის შესახებაც მხოლოდ ერთი წყარო არ წერს. თავდაპირველ ნიუსში, რომელიც მე წაგიკითხეთ, მითითებული იყო ატეში ასეთი წყარო, გავხსენი მათი გვერდით, რომ გვენახა ვის საუბარი და რა ხალხია. როგორც აღმოჩნდა, ეს არის სამხედრო მოძრაობა უკრაინელების და ყირიმელი თათრების და მათი მიზანი, როგორც ამ გვერდის აღწერაში ვკითხულობთ, არის რუსეთის არმიის განადგურება შიგნიდან, ასე ვთქვათ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი ასეთი
მოძრაობა არის, ორგანიზაცია არის, სამხედრო ორგანიზაცია არის, რომელიც ავრცელებს ამ ცნობებს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ხალხი არის პირველ წყარო ამ ინფორმაციის, შემდეგ უკვე ეს ინფორმაცია სხვადასხვა სამხედრო მონიტორების მხრიდან ბევრი წყაროს მიერ არის გავრცელებული, მათ შორის არის ცნობილი პორტალი ეს War Monitor-ი, რომელიც ასევე მიანიშნებს ამ ამბავზე და ამ პრეცედენტულ ამბავს გვიყვება, რომ მდინარე დნიპროს სამხრეთით მდებარე აი ამ პოზიციებიდან მასობრივად შეინიშნება რუსი სამხედროების უკან დახევა და ცხადია ეს უკავშირდება ლოჯისტიკის პრობლემებს, რომელიც გამოწვეული არის უკრაინული საშუალო დარტყმების აი ამ კამპანიით. ახლა კი წავიდეთ უკვე, ხო, ეს ამბავი, რომ შევაჯამოთ, ესე იგი, არ არის საბოლოოდ ჯერჯერობით ოფიციალურად დადასტურებული, თუმცა არსებობს, როგორც თქვით, პირველ წყარო ადგილობრივი და არსებობს ასევე სამხედრო მიმომხილველების მთელი რიგი პორტალები, რომლებიც ამ ამბის შესახებ წერენ. ვნახოთ ახლა უშუალოდ კადრებით ეს ლოჯისტიკაზე დარტყმების ეფექტი, ბოლო დღეების განმავლობაში გადაღებული რამდენიმე ვიდეო მასალა, სატვირთოები, რომლებიც განადგურებულია სწორედ სამხრეთ რეგიონებში ამ სტრატეგიული მნიშვნელობის გზებზე და ეს კამპანია მხოლოდ ახლა იწყება და ტემპს კრებს, ჯერ ერთი თვეც არ არის სრულად, რაც ახალი ინტენსივობა შეიძინა ამ პროცესმა, რასაც ვერაფერს ვერ უპირისპირებს საბოლოო ჯამში ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში რუსეთის თავდაცვა. ვერაფერს, ვერც ბადეებს ვერ გაჭიმავენ, დრონებისგან დამცავს ამ ხელა ამ მანძილებზე საუბარი, რამ ხელა გზები არის უბრალოდ შეუძლებელი ახლო მომავალში იქ მოახერხონ. მეორე საკითხია, რომ ეს ბადეები საერთოდ ვერ იმუშავებს, იმის გათვალისწინებით, რომ ეს საშუალო მოქმედების დრონები არის უფრო მძიმე, უფრო ადვილად არღვევს ეს დამცავ ბარიერებს, ეს არ არის FPV კამიკაძე დრონები, რომლებსაც აი ამ ბადეებით იჭერდნენ, სწორედ ამის ამსახველ ერთ-ერთ კადრს მე თქვენ სულ ცოტა ხანში გაჩვენებთ, შეგვხვდება. ხო, და გარდა ამისა, არც საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები გააჩნია რუსეთის არმიას ახლა იმისთვის, რომ გზებზე, რაღაც გარკვეულ დისტანციებზე განალაგონ ეს მობილური ჯგუფები იქნება თუ უფრო დახვეწილი საჰაერო თავდაცვის სისტემები. მოკლედ, ძნელად წარმოსადგენია, რომ ახლო მომავალში რამე გაახერხონ ამ დარტყმების წინააღმდეგ რუსებმა და ძალიან საინტერესო პირადად ჩემთვის არის ის, რომ რა შედეგებს გამოიღებს. პირველ პრეცედენტებს უკვე ვხედავთ ფრონტის ხაზზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. აბა ვნახოთ მომავალში რა იქნება, რა ეფექტს ეს ცოტა გვიან მოიტანს ეფექტს. ამის ხაზგასმა მინდა ის, რომ ახლა გზებზე ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ბევრი სატვირთო აფეთქდა, არ ნიშნავს, რომ ავტომატურად რუსეთის მომარაგება აღარ არსებობს და მათ არანაირი მარაგები აღარ გააჩნიათ. რა თქმა უნდა, ეს არის ნელი მოქმედების პროცესი და გარკვეული დროის შემდეგ უფრო და უფრო გამოიღებს ნაყოფს, ასე ვთქვათ, შედეგს. და უნდა დავაკვირდეთ ალბათ მომდევნო 1 თვის და მომდევნო 2 თვის განმავლობაში ეს საფხული ძალიან საინტერესო იქნება ამ ხრივ სამხრეთით რა მოხდება ფრონტის ხაზზე. ამ კამპანიამ თავისი შედეგი უნდა დადოს და ეს აუცილებლად უნდა გამოჩნდეს უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში. ხო, მანამდე დავაკვირდეთ და ვნახოთ მათ შორის ეს კადრებიც. როგორც ჩანს, აქ რაღაც ერთ ადგილას სადგომზე იყვნენ ეს სატვირთოები დაპარკინგებული და ესტუმრად მათ უკრაინული დრონი, ესეთი სხვა კადრებიც ვნახე წინა დღეების განმავლობაში, არაერთი და ხო, აი ეს მაგალითად ესაც არის ტოპ კადრი, ფოტო სკრინი ამოღებული იმ ვიდეო მასალიდან, რომელიც მანამდე ვნახე. ხო, აქ რაღაც საინტერესო სმაილი აქვს დახატული, აქ თვალებია. სარკაზმი, რა თქმა უნდა, თან ახლავს ამ ყველაფერს. აქ მთავარი ის არის, რომ ერთდროულად რამდენიმე ავტომობილის განადგურება მოხდა ერთი დარტყმით ამ შემთხვევაშიც. ეს ყველაფერი ოფიციალურ სტატისტიკებზეც აისახება. ეს არის, ასე ვთქვათ, საინფორმაციო გრაფიკა, რომელსაც უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყოველდღიურად ავრცელებს მათ მიღწეულ შედეგებთან დაკავშირებით, სადაც მთელი რიგი კომპონენტებია ჩამონათვალი, შეგიძლიათ ნახოთ განადგურებული სამიზნეები, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან ამ დრომდე 22 წლის 24 თებერვლიდან 8 ივნისის ჩათვლით ამ შემთხვევაში და აქ ერთ რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება. გარდა იმისა, რომ აქ ცოცხალი ძალის დანაკარგები +1330 არის. აი აქ ნახეთ სატვირთო
ავტომობილები და საწოლმზიდები ეს ცალკე კატეგორიაში არის გამოყოფილი და პლუს 363 არის მონიშნული. ეს არის მხოლოდ 24 საათში, პლუს 363 ხალხო. ეს არის ძალიან დიდი მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება მხოლოდ სამხრეთის მიმართულება, მთლიანად ფრონტზე, ასევე ფრონტის მიღმა, განხორციელებული დარტყმების შედეგი არის ეს ყველაფერი, მაგრამ წარმოუდგენელი რაოდენობა, უბრალოდ 24 საათში ამდენი სატვირთო ავტომობილის და ცისტერნის განადგურება. აუცილებლად გამოიღებს ეს შედეგს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამას, ხო, ესაც არის დარტყმები, დრონების მუშაობა, რომელიც ალბათ, რა ვიცი, 80% შეადგენს ახლა მთელი საომარი მოქმედებების ცოცხალი ძალის განადგურების დიდი წილით სწორედ დრონებით ახლო მანძილზე, საშუალო მანძილზე მოქმედი დრონებით მიერ განხორციელებულ დარტყმებზე მოდის, ასეთ კოლაჟებს უკრაინული სხვადასხვა დანაყოფები ყოველდღიურად გვთავაზობენ და ესაც ერთ-ერთი მათგანია. სატვირთო ავტომობილები, ცოცხალი ძალის განთავსების ადგილები და მათი გადაადგილების მომენტში განადგურება. ნაწილი ცდილობს რომ გადახდეს, ნაწილი ვერასწრებს ამას. საბოლოო ჯამში ისინი მტერს ძალიან დიდ ზიანს აყენებენ. ამ შემთხვევაში ეს არის მხოლოდ ერთი დანაყოფის მიერ შემოთავაზებული სტატისტიკა. კოდი 9.2 ასე ქვია ამ დანაყოფს. და თუ ამ ინფორმაციას დავეყრდნობით 110 ერთეული რუსული ტრანსპორტი გაანადგურეს და აღჭურვილობა მხოლოდ ამ კვირის განმავლობაში, ანუ გასული ერთი კვირის განმავლობაში ამ დანაყოფის ოპერატორებმა და ეს მათი სამოქმედო არეალი იყო 150 კილომეტრის სიღრმეში უშუალოდ ფრონტის ხაზიდან. რა შეიძლება ითქვას? ერთი დანაყოფისთვის ერთ კვირაში 110 ერთეული სამიზნე. კარგი, გავაგრძელოთ. აქ გვაქვს ამ შემთხვევაში, ხო, ის კადრი, რომელიც მე დავაანონსე, ბარიერებს რატომ არ აქვს აზრი. ჯერ ერთი ამის შესაძლებლობა არც აქვთ, რომ მთელ ამ გზებზე განათავსონ, მაგრამ მეორეც, როგორც აღმოჩნდა, არ აქვს ამას აზრი საშუალო დისტანციაზე მოქმედი დრონების შემთხვევაში. აგერ ბატონო მტკიცებულება ამის. აი აქ ბოძებს ხედავთ ხო, გზის გარშემო, ორივე მხარის განლაგებულს. ამ ბოძებზე არის ასევე განთავსებული მთლიანად გზის გადასაფარად მოწყობილი სპეციალური დამცავი ბარიერი, ეს არის მეტალის ბადეები, რომელიც, ვინც ამბობს ხშირად ადევნებთ თვალს, ხშირად გექნებათ ნანახი, ამას იყენებს ორივე მხარე ამ ლოჯისტიკის დასაცავად, მაგრამ ეს ყველაფერი ძირითადად FPV დრონებზე იყო გათვლილი და მეტნაკლებად წარმატებით, ასე ვთქვათ, უმკლავდებოდა ამ საფრთხეს, მაგრამ არა საშუალო დისტანციაზე მოქმედ დრონებს. ახლა თქვენ ნახავთ, როგორ გაარღვევს ეს დრონი ბადეს. აი ისიც გაარღვია და რომ ეკონათ, რომ ეს ხალხი აქ მანქანებიანად იყვნენ დაცული. სულ ტყუილად, აქ როგორც ჩანს, მისაბმელი არის ავტომობილზე, დიდი ალბათობით გადაქონდათ შეიარაღება და სამიზნეც შესაბამისად მოინიშნა ჭკვიანი მოწყობილობების მიერ. ამ დრონებს ინტეგრირებული აქვს ხელოვნური ინტელექტი და ავტომატურად ახორციელებს სამიზნის მიდევნებას, მის აღმოჩენას და ზუსტ დარტყმას უზრუნველყოფს. აი ამ მოძრაობებს თუ დააკვირდებით, წითელი სამიზნის სწორედ ამ პროცესის ნაწილია, თვითონ ეძებს და პოულობს სამიზნეს და ახორციელებს ზუსტ მიდევნებას. აი ესე, მოკლედ, ბადეებიც ვეღარ შველით ოკუპანტებს ამ შემთხვევაში. კიდევ ერთი კოლაჟი უპილოტო სისტემების ძალების, ვნახოთ ამ შემთხვევაში რა გვაქვს ნაჩვენები, ეს არის პირველიდან 7 ივნისის ჩათვლით წარმოებული ყველაზე ეფექტური დარტყმების კოლაჟი, ასე ვთქვათ. აი აქ თარიღი მითითებული არის, როგორც ხედავთ და განადგურებული სამიზნეები საშუალო დისტანციაზე. შესაბამისი აღწერებით, ეს არის ყველაზე უფრო ისეთი ძვირადღირებული სამიზნეები, ასე ვთქვათ, საჰაერო თავდაცვის სისტემები, სარადარო სისტემები, მოწინააღმდეგის განთავსების ადგილებია ძირითადად ასეთი შეტევების სამიზნე, მათი საწყობები, მათი საწვრთნელი ტერიტორიები და ასე შემდეგ. აი ესეთი შეიარაღების განადგურება გვაჩვენეს გასული ერთი კვირის განმავლობაში უპილოტო
ძალების სისტემებმა. საკმაოდ ვრცელი ვიდეოა 4 წუთის და 36 წამის განმავლობაში გრძელდება, ხო აქ საგულისხმო დეტალია ამ კადრში ნაჩვენები ძალიან ხშირად ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ მიზანმიმართულ დარტყმებს სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე, რაც არანაკლები სამიზნეა, გარდა იმისა, რომ სატვირთო ავტომობილებით და ცისტერნებით ხდება მომარაგება საბრძოლო დანაყოფების არანაკლებ თუ არა უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სარკინიგზო ხაზები ფრონტის მომარაგებისთვის და შესაბამისად უკრაინელები ამ მხრივაც ამიტომ გამალებით მუშაობენ და არაერთი კადრი ვნახეთ ამ შემთხვევაში სწორედ სარკინიგზო ხაზებზე დარტყმების. აქ შემთხვევაში არ იგულისხმება მხოლოდ მატარებლებზე დარტყმები ან რაღაც ლოკომოტივებზე თუ ვაგონებზე, რიგ შემთხვევაში საუბარია სამართავ ცენტრებზე, მიტანილ იერიშებზე, ასევე რაღაც ელექტრონულ პუნქტებზე, რომლითაც ხდება მართვის პუნქტებზე, რომლითაც ხდება რეისების შესრულება და მათი გადაადგილების კონტროლი, იმისთვის რომ შეაფერხო მთლიანად სისტემა, ძალიან დამეთანხმებით ლოგიკური და ჭკვიანური გათვლა არის, ბოლო დღეების განმავლობაში ასეთი რამდენიმე შემთხვევა არის აღწერილი, როდესაც სწორედ ამ რკინიგზის სამართავ პუნქტებს დაარტყეს კონკრეტულად და შესაბამისად გამოიწვიეს მთელი რიგი მიმართულებებით სარკინიგზო გადაზიდვების პარალიზება, ეს როგორც ეხება აღმოსავლეთის მიმართულებას ფრონტს, ასევე სამხრეთს. მანამდე ყირიმის მიმართულებით იგივე ვახსენეთ, ხო, უკვე რომ სიმფეროპოლის სარკინიგზო ხაზზე იყო შეფერხება მატარებლების და ეს არ არის შემთხვევითი, ეს სწორედ აი ამ მიზანმიმართული დარტყმების შედეგი გახლავთ. კარგით, აქ გადავახო ახლა კადრებს აღარ გაჩვენებთ მომდევნო 5 წუთის განმავლობაში. გასაგებია, ხო? ეს ყველაფერი თითქოს ყოველდღიურობაში რაღაც მოსაწყენ სტატისტიკას ემსგავსება, მაგრამ ეს ასე არ არის მთლიანობაში ეს თანდათან ყოველდღიურად ეფექტს ახდენს საბრძოლო მოქმედებებზე. მათ შორის იმაზე, რომ ასე უპრობლემოდ დავრინავენ უკრაინული დრონები, ეს განპირობებულია იმით, რომ ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალები მეთოდურად ანადგურებენ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მათ საკომუნიკაციო არხებს იქ წეღან იყო ნაჩვენები, მაგალითად ანტენები, ხო? ამის შემდეგ უკვე გზის გაკაფვა ხდება, გაკვალვა, მარშრუტების უსაფრთხოება უფრო მაღალ დონეზეა და შემდეგ უკვე თავისუფლად მოქმედებენ ოპერატორები, როდესაც უშუალოდ ლოჯისტიკაზე მიაქვთ ასეთი იერიშები. კარგით, ახლა ცოტა გავხალისდეთ სამოქალაქო ნაწილზე გადავერთოთ და ვნახოთ როგორია საწვავის რიგები, მაგალითად ყირიმში. ეს არის 3 ივნის გადაღებული ვიდეო მასალა, ვიღაც ბაიკერი იღებს თავისი GoPro-თი. და საუბარია იმაზე, რომ დაახლოებით 3 კილომეტრიანი რიგი არის საწვავის ამ ინფორმაციის მიხედვით. ხო, პრინციპში გასაგებია, მარჯვნივ რო დააკვირდებით ავტომობილების რაოდენობას. ეს კადრები თავად ამბობს ყველაფერს. აქ დავამატებ იმას, რომ ყირიმში არ არის მხოლოდ საწვავის პრობლემა, მაგალითად წინა ვიდეოში მე ნაჩვენები მქონდა მოსკოველი ადგილობრივი ხალხის წუწუნი, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ ლიმიტები დაუწეს ეს პერსონაზე საწვავის გაცემის რაოდენობის თვალსაზრისით და არა მხოლოდ მოსკოვი, ბევრი რეგიონი თანდათან უფრო ექცევა ამ იძულებითი შეზღუდვების ქვეშ, რაც ეხება საწვავის გაცემას. აქ საინტერესო კომენტარი ახლავს ამ ვიდეოს, ესაც ყირიმშია გადაღებული. Так вот у нас сейчас Ялта. Вообще пустые улицы в городе. В час пик, в 11 часов. Тут такие были пробки. Я еле-еле ползла. А сейчас вот так. Ну, это, наверное, единственный плюс, что нет пробок. Вообще нет машин, блин. მოკლედ რუსები ახლა იმ ფაზაში არიან, რომ აი ამ პრობლემების არ შემჩნევას ცდილობენ და რაღაცა პოზიტივებს ეძებენ. ახლა სასაცილოა ესეც, რასაც ამბობდა ახლა, რომ ნუ აი ამ დროს 11 საათზე დილის აქ საშინელი საცობები იყო და ახლა მივდივართ მანქანაც არა. არ ვიცი ახლა ამას თავს იმხნევებს და ამიტომ ამბობს თუ დასცინის უბრალოდ მოცემულობას და პირიქით კრიტიკულად ამბობს, მაგრამ უფრო მე ესე მეჩვენება რომ რაღაცნაირად თავს იმხნევებს ეს ხალხი. იქ ტენდენცია ბოლო პერიოდში შევამჩნია ამ ვიდეოების ნახვის დროს. აი ეს კი რაც აქ შევამჩნიე ახალი არის და საოცარი კადრებია, რომელიც უნდა გაჩვენოთ. არც მეტი, არც ნაკლები. საწვავის მოპარვა დაიწყეს უკვე ბაკებიდან დონეცკი.
ნახეთ რა მოხდა ნივა ღამის საათებში სჯიგრები მიეპარნენ შეამოწმეს ღია იყო არ იყო და ესე მივიდნენ შლანგით ალბათ და ამოწოვენ ბაკიდან გადმოასხავენ სათვალთვალო კამერით არის ცხადია გადაღებული ეს კადრები და შემდეგ უკვე გავრცელდა სოციალურ ქსელებში აი აქ ჩანს უკვე რომ დაამაგრეს შლანგი და გადმოტუმბეს ხო იცით როგორ ხდება ხოლმე ღვინის ბოციდან ვასხავენ მაგ პრინციპით ხო ჩემ ბავშვობაში თბილისში ხდებოდა ხოლმე ეგეთი ამბები ახლა ეგ რეალობა დადგა ამ შემთხვევაში დონეცკის ოკუპირებულ ნაწილში სადაც ბენზინი არ აქვთ ბიჭებს და რა ქნან მოკლედ ასე გავაგრძელოთ ხო აქ რა გვაქვს ხო ეს არის ნიუსი რომელიც ეხება ოკუპირებულ ლუგანსკის რეგიონში ელექტრონულ სადგურებზე რკინიგზის ელექტრონულ სადგურებზე დარტყმებს და ამის ეფექტს და ეს ერთი დარტყმა ერთ-ერთი მათ შორის წინა ღამესაც განხორციელდა ამ ნიუსის მიხედვით. ნუ პრინციპში ეს ის თემაა, რაზეც უკვე ვისაუბრე და რატომაც აკეთებენ უკრაინელები ამას, ესაც განმარტე. ეს ყველაფერი ემსახურება რკინიგზო კოლაფსის მოწყობას, ასე ვთქვათ. წავიდეთ ახლა თანდათან უკვე შორი მოქმედების დარტყმებზე და პრინციპში მალე დავასრულებ. გასული 2 დღე და გასული საათებიც არ ყოფილა გამონაკლისი იმ გაგებით, რომ უკრაინელების შორს მოქმედი დრონებით ხდება რუსეთის ინფრასტრუქტურაზე დარტყმა, მათ შორის ცხადია მთავარი სამიზნე არის სამხედრო საწარმოები და ნავთობ ობიექტები. ამ შემთხვევაში ეს არის რაც მნიშვნელოვანია მოსკოვიდან ძალიან ახლოს. მოსკოვის ჩრდილო აღმოსავლეთით მიტიში ესეთი დასახლებული პუნქტი, სადაც გასული 24 საათის განმავლობაში განხორციელდა ეს დარტყმა. თუ ეფექტით ვიმშელებთ ეს არ არის ნავთობ ობიექტი, ეს არის ალბათ სამხედრო დანიშნულების რომელიმე საწარმო და ამ პოსტის ავტორი ასევე საინტერესო რამეს ამბობს აქ რომ ჩემთვის ყოველ ჯერზე, როდესაც ესეთი წითელი ისრები მოსკოვისკენ არის მიმართული, სურათი განსაკუთრებით საინტერესო ხდებაო და აქვე დასცენს რომ ამ პოსტის გამოქვეყნებამდე 1 საათით ადრე, ანუ დღეს 8 ივნის შუა დღეს ამ პოსტის გამოქვეყნებამდე 1 საათით ადრე კიდევ ერთი ასეთი ტალღა წავიდა წითელი ისრების. შესაბამისად უნდა დაველოდოთ რა მოხდება მოსკოვის ოლქში, მოსკოვის რუსეთის დედაქალაქის გარშემო და უშუალოდ რუსეთის დედაქალაქშიც კი შესაძლოა ვნახოთ ახალი ფეიერვერკები და წინ საინტერესო მოვლენები გველოდება მოკლედ ისევ და ისევ. მანამდე კი უკვე დამდგარი შედეგები, ეს არის მაგალითად გრუშოვაიას ნავთობ ტერმინალი, ნოვოროსისკი, რუსეთის ტერიტორია, უკრაინული შორს მოქმედი დრონების მიერ განხორციელებული იერიშის ამსახველი ულამაზესი ფოტომასალა გვაქვს აქ. ძალიან კარგად ერწყმის ამ აფეთქებების კვალი. თლიანად აქ ნაჩვენებ ტონალურ პერსპექტივას. ესაც არაჩვეულებრივი ფოტო გვაქვს და ესაც გრუშოვაიას ნავთობ ტერმინალი. ნუ შემდეგ როგორც წავიკითხე ინფორმაცია, საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი არის და საკმაოდ დიდი ინვესტიციაც არის ამ ობიექტზე განხორციელებული რუსეთის მხრიდან წლების განმავლობაში. შესაბამისად, მსუყე სამიზნეა უკრაინელი დრონის ოპერატორებისთვის. ეს ცოტათი ძველი კადრია, მაგრამ ძალიან ლამაზი კადრია, ამიტომაც აუცილებლად უნდა მეჩვენებინათ თქვენთვის. ძველი რა პრინციპში 2 დღის არის უბრალოდ. ნუ მთლად ნიუსი არ არის. ეს არის კრასნოდარის რეგიონი, უსტ-ლიბანსკი და ნავთობ ობიექტზე განხორციელებული დარტყმის შედეგი. ნახეთ ხედი ფანჯრიდან. არაჩვეულებრივია, ხო? ვერაფერს იტყვი ნამდვილად. ესეთია სპეციალური სამხედრო ოპერაცია რუსებისთვის, რომელიც სადღაც შორს მიმდინარეობდა მათთვის, მაგრამ ახლა კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო ეს ამბავი, თანდათან მათთან ძალიან ახლოს, სულ უფრო ხშირად და სულ უფრო ახლოს ჩანს.
ხო, ვახსენე მე გრუშოვაიას ნავთობ ტერმინალი და ეს არის უკვე თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული გრაფიკული გამოსახულება და კადრები, სადაც ამ ნავთობ ტერმინალის აღწერაც არის ნაჩვენები, მთლიანად სად არის ეს კომპლექსი განლაგებული, ეს არის ნაჩვენები, როგორც ხედავთ, აქ საკმაოდ ბევრი რეზერვუარია, რამდენიმე დარტყმა განხორციელდა, როგორც ჩანს და კიდევ არაერთი სამიზნეა პრინციპში. უკრაინის სამშოური მოქმედებების დარტყმებს ახასიათებს განმეორებადობა მოგეხსენებათ, ძალიან ხშირ შემთხვევაში ბევრი ასეთი კომპლექსი გახდა არა ერთხელ და ორჯერ, არამედ სამჯერ, ოთხჯერ და ხუთჯერ ზედიზედ განხორციელებული. ხან ერთი დღის ინტერვალით, ხან ორი დღის ინტერვალით განხორციელებული დარტყმების ობიექტი. შესაბამისად, არც ის არის გამორიცხული, რომ ამ კონკრეტულ კომპლექსსაც კიდევ ესწობრონ უკრაინული დრონები და მოიყვანონ სისხლულეში უკრაინული შორი მოქმედების სანქციები, როგორც მას უწოდებენ, რომელიც ძალიან ეფექტურად მუშაობს. თუმცა მხოლოდ ნავთობ ობიექტები არ არის ამ შემთხვევაში. აქ ჩვენ ასევე საინტერესო ვიდეო მასალა გვაქვს პროტასოვოს საჰაერო ბაზა თუ ავიადრომი, ეს არის რიაზანის ოლქი და დღევანდელი ნიუსი არის. აქ როგორც ირკვევა ამ აეროდრომის ტერიტორიაზე განთავსებული არის დრონების საწარმო, შესაბამისად, რატომაც არა, გადასარევის ამიზნე. ხო, სხვათა შორის ვაკვირდები ხოლმე, ძალიან საინტერესოა ეს დაშვების ტრაექტორია. ეს ჯერ ხო სწორხაზოვნად მოდის ხოლმე ეს დრონები და შემდეგ უცებ ეშვება ქვევით და დიდი სისწრაფით ეჯახება სამიზნეებს. ასე როგორც ეთყობა დაპროგრამებული, კარგი. გავაგრძელოთ. აქ ჩვენ გვაქვს საკმაოდ სანახაობრივი ვიდეო მასალა, ბელგოროდის ოლქი, დღევანდელი ვიდეო კადრები, აქაც მორიგი სამხედრო ობიექტი თუ ამ აფეთქების ეფექტით ვიმსჯელებთ და ასევე ხმებით, რომელიც ისმის, მე დაკვირდით. განმეორებითი დეტონაცია არის. ხო, ნუ დიდი ალბათობით ეს არის მორიგი საბრძოლო მასალების საწყობი ან რაიმე სამხედრო საწარმო, შეიარაღების საწარმო და სწორედ ამით აიხსნება ეს განმეორებითი დეტონაცია და ესეთი ეფექტი ვიზუალური. ამაშიც გავიწაფეთ პრინციპში უკვე კარგად ვარჩევთ რა ტიპის ობიექტზე განხორციელებული დარტყმა როგორ გამოიყურება, როგორ კვამს გამოყოფს და ასე შემდეგ. რამდენი ვნახეთ ასეთი, ხო? უკვე ძალიან ბევრი. ესაც არის ბელგოროდი, იგივე იერიში და უბრალოდ სხვა რაკურსებიდან გადაღებული კადრებია, თან ადგილობრივების კომენტარებიც გვესმის ტრადიციული ტერმინოლოგიით. А что там такое? СИЗО там. Это что, конкретно прилет был? Охуеть. Дед. Ესეც ბელგოროდი. Сбили, блин. Ни хрена себе. ხო, შემდეგ ეს საინტერესო გამოკითხვა. ხალხში გავიდნენ რუსი რეპორტიორები და დასვეს კითხვა. დიდი ალბათობით ეს არის მოსკოვში გადაღებული გამოკითხვა, იმიტომ რომ ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს, რომ დიდი ალბათობით ეს ეს ბიჭი ამბობს, რომ ეს ამბავი მოსკოვსო დიდად არ შეეხებაო. ნუ ჩემთვის რა იყო ახლა ამ გამოკითხვაში ყველაზე ესეთი სასიგნალო და მნიშვნელოვანი საგულისხმო. ის რომ როგორც ჩანს, რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული მედია თანდათან ცდილობს საზოგადოებრივი აზრის შექმნას, საზოგადოების შემზადებას და შეგუებას იმასთან, რომ ახლო მომავალში გამოცხადება რუსეთში სამხედრო მობილიზაცია. ანუ, აი ხა თქვენც ნახავთ და დააკვირდით რა, ჟურნალისტი სვამს მოქალაქეებთან კითხვებს, რომელიც ეხება ამ ეგრეთ წოდებულ
სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, ну, ესე სხვადასხვა მიმართულებით. აი, კმაყოფილი ხარ, შედეგებს მივახციეთ, რაღაცა როგორ მიდის ერთი შეხედვით. ანუ რამდენიმე კითხვა სვამს და სადღაც ამ კითხვებს შორის ისმის, როგორ ფიქრობთ, არის მოსალოდნელი, რომ მობილიზაცია გამოცხადდეს? ანუ ეს ჩემთვის ძალიან გასაგები სიგნალია, რომ სწორედ ამ საკითხის გარშემო ემსახურება აზრის ჩამოყალიბებას. Наход ახლა პასუხებიც ძალიან საინტერესო არის. Чувствуется, что цели, которые намечались изначально, они... Россия к ним идет. Возможно ли в России новая волна мобилизации? Мне кажется, что нет. Почему так думаете? Да потому что война уже задолбалась, честно. Если сейчас сил не хватит, а Европа... Да. Украине... ჩემი ინტერნეტი ხანდახან ჯედავს, მაბატიეთ. ევროპა ეხმარებაო, ну, უკრაინას და ძალა არ ყოფნის, მამას ამბობდა. Будем ждать мобилизации. Ну, она все равно Москву так не коснется, но регионы, с регионов начнется все. Поэтому так. Лучше бы никто бы не пошел. Зачем эта война нужна? Мне кажется, все закончится уже. Товарищ Владимир Владимирович просто, блядь, орешник выпустит вот так, все. Такая... Мы победим. Без мобилизации. Без мобилизации, конечно. Мы, в принципе, победим при любых условиях. Чувствуется, что... დაგვირდით ხო, რამდენჯერ ახსენა და ყველა ჯერზე ცდილობს, რომ ეს მობილიზაციის საკითხი შემოიტანოს ამ რეპორტერმა. ეს არ არის შემთხვევითი, ამის ახსნა მინდა. ამით ხდება ამ თემის პედალირება, ასე ვთქვათ. საინტერესო პასუხები იყო, აი ეს ყველაზე ის ბიჭი ძალიან საგულისხმო იყო რა, რომ ну აი კი ალბათ იქნება, მაგრამ ხო ეს ხო მოსკოვს არ შეეხება, აი რეგიონებისთვის მძიმე იქნება, ანუ აქ ჩანს ამ ხალხის განწყობები და დამოკიდებულება რა, ანუ ცოტა ჩემთვის ესე ჟღერს ყველაფერი, რომ მე ნუ შემეხება და ხა იმის იქით ყველას თავში ხვალხლია. ეგეთი დამოკიდებულება აქვს ამ ხალხს, ეს ახალი არ არის პრინციპში. უბრალოდ აი ესე ყველა ჯერზე გამოჩნდება ხოლმე რა მაგათი ეგეთი დამოკიდებულებები და ხო აი ზუსტად მაგიტომ არის კარგი რომ ხანდახან ეს სოჭის პლაჟზე რომ მირბიან კუდამოძუებულები და ეგეთ შედეგებს რო იღებენ, ანუ ყოფით ცხოვრებაში რო შედეგებს იღებენ, ესაც ძალიან მნიშვნელოვანია გარდა იმისა, რომ ვინმე გაიწევს თუ არა მათ სახორცე შტურმებში მონაწილეობისთვის სამხედრო სამსახურში, სამოქალაქო ნაწილშიც რომ ეხებათ, ეს ძალიან საკვანძო და მნიშვნელოვანი ამბავია ჩემი აზრით, ხო. ბოლოს მინდოდა რომ ორიოდე სიტყვით გამოხმაურებოდი სომხეთში ჩატარებულ არჩევნებს და რამდენიმე მასალა სპეციალურად შევარჩიე, მათ შორის ეს კადრები, რომელიც გადასარევად აღწერს ამბავს, ფაშინიანი ჯიგარი, რომელიც დრამზე უკრავს. გულებსაც ხშირად გვაჩვენებს. მოკლედ, ფაშინიანის პარტიამ, ну, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ამ არჩევნებში, რომელიც ერთგვარი საჯვარედინი იყო ჩვენი მეზობელი სახელმწიფოსთვის, სომხეთმა მკაფიოდ განსაზღვრა მისი ევროპული მომავალი, დასავლური ორიენტირი, ასე ვთქვათ, და მკაფიოდ ჩანს, რომ კრემლი კარგავს სომხეთზე გავლენას, რამდენადაც საწყენი არ უნდა იყოს ეს მაგალითად ზახაროვასთვის, რომელმაც ასეთი საოცარი რამ თქვა, რომ თურმე სომხეთში ჩატარებული არჩევნები არაფერი იყო გარდა იმისა, რომ ფეხქვეშ იქნა გათვლილი დემოკრატიის პრინციპები და თავისუფალი არჩევნების უფლება, რომ თურმე რაღაც ოპონენტებს ავიწროვებდნენ და ასე შემდეგ. სიგიჟე, ანუ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესმდივანი ამბობს ამას, რომ თურმე ადამიანის უფლებები გათელეს ფეხქვეშ სომხეთში ამ ჩატარებული არჩევნების დროს და რაღაც ოპონენტებს ავიწროვებდნენ და ასე შემდეგ. ოპონენტი ვინ იყო, ხო? პრორუსი ვიღაც ბიზნესმენი, რომელსაც უნდოდა რომ რაღაცა დაახლოებით იგივე სცენარი განეხორციელებინა სომხეთში, რაც უკვე კარგად გამოიცადა საქართველოში. თავის მხრივ სომხები ამბობდნენ, რომ ჩვენ რაღაც გაკვეთილებს სწავლობთო და ნუ ფაქტია, რომ ეს შედეგი დადეს. აქ არ არის მხოლოდ მნიშვნელოვანი ერთი რამის თქმა მინდა ის, რომ რაღაცა ლიდერი არის მკაფიოდ გამოკვეთილი, ის რომ რაღაცა მას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული კურსი და ასე შემდეგ. თავარი არის მაინც ხალხის გადაწყვეტილება და ხალხის ნება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ფაქტია, რომ თავად საზოგადოებამ
კარგად აწონდა, არც იქ იყო ნაკლები ზეწოლა რუსეთის მხრიდან, არც იქ იყო ნაკლები პროპაგანდა, რომ აი რაღაცა ომში ჩაერთვებით, რომ აი რაღაცა გახარებდებით, გაუბედურდებით, რომ რუსეთის ბაზრის გარეშე არაფერი გეშველებათ და ასე შემდეგ და ნუ აი სრულ მოლოდინები არ უნდა გქონდეთ ევროპის მიმართ, ტრადიციული სიმღერა მოკლედ რუსული პროპაგანდის, მაგრამ ხალხმა ყველაფერი გააცნობიერა და მხარი დაუჭირა პროდასავლურ კურსს. იმედია ეს ყველაფერი დადებით გავლენას მოახდენს მათ შორის ჩვენზეც. იმედი მაქვს, ძალიან დიდი იმედი მაქვს ამის. ზოგადად გარე ფაქტორების ეფექტის იმედი უფრო მეტად მაქვს მიმდინარე პოლიტიკურ რეალობაში. ცხადია რეგიონში რა მოხდება და რაც მთავარია როგორ წავა რუსეთ-უკრაინის ომის პროცესი. ამიტომაც ვაკეთებ ამ საქმეს, რასაც ვაკეთებ. მჯერა რომ პუტინის ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩავარდნა უკრაინაში და მისი კრახი იქნება ბევრი რამის განსაზღვრელი, მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვის და ამიტომ განვაგრძობ მოკლედ ამ პროცესების ინტენსიურად დაკვირვებას და თქვენ ინფორმირებასაც. ხო, რუსეთის პროპაგანდაზე ვსაუბრობდი, თუმცა საგულისხმო დეტალი არის, რომ მხოლოდ პროპაგანდით არ შემოიფარგლებოდა რაღაც საინფორმაციო კამპანიებით. ამ ნიუსში მაგალითად საუბარია იმაზე, რომ რუსეთში მცხოვრები სომხები დარაზმეს და გაგზავნეს არჩევნებში მონაწილეობას მისაღებად პრორუსი კანდიდატის მხარდასაჭერად და ამას ასახავდა თუნდაც ერევანში საერთაშორისო აეროპორტში არსებული სურათი, როგორც ამ შემთხვევაში Nextas ნიუსში არის საუბარი. ბევრი ხალხი ჩავიდა მოკლედ არჩევნებისთვის რუსეთიდან კონკრეტულად, თუმცა როგორც ჩანს ამან მაინც ვერ იქონია საბოლოო ჯამში გავლენა. ერთი რამ ცხადია, რომ რუსეთი კარგავს პოზიციებს და კარგავს მოკავშირეებს. ევროპაში ორბანი გავიხსენოთ, მოლდოვაში არ გამომართლათ არჩევნების მანიპულაციის თვალსაზრისით, ახლა ამას ყველაფერს სომხეთი ემატება და რაც მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს ემატება ის, რომ წინ ვერ მიიწევენ უკრაინაში, ისინი ვერ აღწევენ ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს და პირიქით ისინი ახლა ძალიან ჩიხურ მდგომარეობაში არიან. ჩიხური მდგომარეობის მიუხედავად პუტინი ამ ომის გაჩერებას არ აპირებს, უკრაინელებს კი მხოლოდ ის დარჩენიათ, რომ განაგრძონ ბრძოლა საკუთარი ინტერესების და საკუთარი სახელმწიფოებრიობის დასაცავად. ცალსახად ჩანს, რომ ბოლო პერიოდში ამას უფრო და უფრო წარმატებით აკეთებენ და უფრო მეტად ორგანიზებულად აყენებენ ზიანს მოწინააღმდეგეს, იმისთვის რომ აიძულონ საბოლოოდ პუტინი რომ დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და გადავიდეს პროცესი ომის ფაზიდან მოლაპარაკებების ფაზაში. დღევანდელ ვიდეოს აი ამ სიმბოლური კადრებით დავასრულებ, რომელიც პრინციპში ასახავს უკრაინელების ყოფასაც და მათ განწყობასაც და დამოკიდებულებასაც. ჰაერში რუსული დრონი, რომლის განადგურებაც ხდება უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ და მიწაზე ესეთი მშვენიერი ამბავი, ქორწილი. გრძელდება ცხოვრება მოკლედ სირთულეების მიუხედავად, ეს ზაპოროჟიეს ოლქში გადაღებული კადრებია და დამეთანხმებით, რომ ძალიან სიმბოლური იყო. ხო, საინტერესო დამთხოვაა, რომ ერთი დღის წინ მეც ვიყავი ქორწილში, ჩვენი ახლობლის, მეგობრის და ძალიან საინტერესო სიურპრიზი იყო, რომ იქ გავიცანი ერთ-ერთი თქვენგანი, ჩემი არხის გამომწერი, თავის მეუღლესთან ერთად, რომელიც ასევე უყურებს ჩემ არხს, როგორც გავარკვია და ეს ყველაფერი ძალიან გამიხარდა, ძალიან სასიამოვნო იყო, თუ ეხლაც მიყურებთ, მეგობრებო, თქვენთან საუბარი, თქვენი გაცნობა და ასევე რამდენიმე დღის წინ აქციაზე შევხვდი კიდევ ერთ ჩემ გამომწერს და მაყურებელს. ეს დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერ ერთ-ერთ აქციაზე და იქაც ძალიან სასიამოვნო იყო, რომ ხო, აი ეს პოზიტიური ფიდბექი მაგზნობინებს იმას, რომ მე ტყუილად არ ვშრომობ, ტყუილად არ ვდებ ენერგიას და დროს ამ საქმის კეთებაში, მაგზნობინებს და მარწმუნებს იმაში, რომ ეს მნიშვნელოვანი საქმეა და მიბიძგებს, რომ ვაკეთო, გავაგრძელო. დიდი მადლობა მოკლედ ყველა თქვენგანს, ამის თქმა მინდოდა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ კიდევ ბევრი თქვენგანი გავიცნო. იმედი მაქვს, რომ სხვათა შორის აი ამ ბოლო გამოცდილებამ
რაღაცნაირად დამაფიქრა იმაზე, რომ ნეტა იყოს შესაძლებელი, რომ რაღაცა შეხვედრების ორგანიზება შევძლო, გაგიცნოთ თქვენ, კონდეს პირადი ურთიერთობა, რატომაც არა, ეს მიღებული პრაქტიკა არის, თუმცა ყველაფერს ცხადია ჭირდება ორგანიზება, დრო ნახოთ, დღეს მომივიდა თავში ეს იდეა და გამომეხმაურეთ კომენტარებში, თუ თქვენც გექნებათ მსგავსი სურვილი, დაწერეთ და მოვფიქროთ, იქნება ასეთი შეხვედრა ახლო მომავალში თუ არა, ცოტა მერე მაინც თუნდაც შემოდგომისთვის დავგეგმოთ და დავაორგანიზოთ. მანამდე გავაგრძელებ მოკლედ საქმის კეთებას, გავაგრძელოთ თვალყურის დევნება, როგორ განვითარდება მოვლენები, იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში დაგიბრუნდებით საინტერესო სიახლეებით და მორიგი ეპიზოდით. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, რომ მიყურებდით ამ დრომდე. თუ არ ხართ არხის გამომწერები, გამოიწერეთ, თუ მოგეწონათ ვიდეო, არ დაგესაროთ და ლაიქეთ, აბსოლუტურად უფასო არის. თუ გსურთ რომ უფრო მეტი გააკეთოთ ჩემი მხარდაჭერისთვის, ამ პროექტის მხარდაჭერისთვის და გაძლიერებისთვის, ჩაერთეთ დონაციაში. შესაბამისი ყველა ინფორმაცია მოცემული არის ამ ვიდეოს აღწერაში. დაგემშვიდობებით, დროებით, მომავალ შეხვედრამდე.